მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც როგორც წინასწარ სოფრების დროს დავადგინე, ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი ქართულ განათლების სისტემაზე. და ვერდიქტი არის ასეთი, ქართული განათლება საფრთხეშია და როცა გავიგე, რომ ამ ტიპის მოძრაობა არის საქართველოში და თან როცა გავიგე, რომ ეს ადამიანი, რომელიც ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია ბათუმში იყო, შანსი არ გაუშვი ხელიდან რომ მომეწვია და მინდა რომ თქვენთან ერთად გავიაროთ ის საკითხები, თუ რა არის მოტივი იმისა, როდესაც ადამიანი რაღაცა ასეთ თითქოს რაღაც დრამატულ და რაღაც ძალიან ტრაგიკულ თემებს ეხება. ერთი არის რომ დრამატულია და მეორე თვითონ დრამატიზმი ამ მოძრაობის სახელწოდებაშიც ჩანს, ხო? და რაღაცნაირად ყოველთვის მინდა რომ ნებისმიერ რთულ საკითხს მსუბუქად შევხედო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლომდე ვიზიარებ ამ დრამატიზმს. მოკლედ, ბევრი რო არ ვისაუბროთ, დღეს ჩემი სტუმარი არის ლელა ჩახაია. ლელა არის ილიაუნის პროფესორი, ძალიან საინტერესო მკვლევარი, ზოგადად განათლების მკვლევარი მისი მიმართულება და ამ პროცესებში, საქართველოში მიმდინარე პროცესებშიც არის ძალიან აქტიურად ჩართული და კარგად აქვს გააზრებული ის პრობლემები, თუ დღეს რა პრობლემებიც არის ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ პროპორციულად განათლების პრობლემების შედეგია. ძალიან დიდი მადლობა ლელა სტუმრობისთვის, ვიცი შენი დროის საკითხი და ძალიან ვაფასებ იმას, რომ მოახერხე და დღეს ჩვენთან ხართ. იმიტომ რომ ძალიან ჭირდება სხვადასხვა ტიპის ხედვა ადამიანებში, სხვადასხვა ტიპის ხედვების დემონსტრირება, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ შენ ხედავ რაღაც პრობლემაში, რაღაცერად ხანდახან ხარ რომ როგორც ციყვი ბორბალში ისე ხარ, ხო? ესე ტრიალებ შეზრუტინაში ხარ, შენი პრობლემები გაქვს და უცებ პაუზას რომ გააკეთებ და გარეთ რომ შეხედო შენ თავს, შეიძლება დაფიქრდე რომ ისა თუ რას ვაკეთებ და როცა ასეთ ადამიანებს აწყდები, რომელსაც ამაზე უფიქრია და რაღაც ამ მიმართულებით გაუკეთებია, რაღაცა ძალიან მშობლიური განცდები მეუფლება ხოლმე და დღეს მოგეთ ამ შავს არავითარ შემთხვევაში ხელიდან არ გავუშვებდი. რა არის იცით, შეიძლება ბევრი პრობლემა იყოს და რაღაცა და ყოველთვის რაღაცა მომხრევა რომ ნებისმიერი პრობლემა რაღაც პოზიტიურ კონოტაციაში რომ გადაიდგება, რაღაცა იქედან რომ ილაპარაკო და აი რატო გადაწყვიტეთ, რომ ასეთი მოძრაობა დაგეფუძნებინათ. აი თქვათ შეიძლება და მაგის ალტერნატივა, რომ ქართული განათლების სისტემა საჭიროებს ცვლილებებს. რაღაც ისეთი, აი ძალიან ისეთი არის ხო რაღაცა, ძიმე უროსავით სათაურია და ხო რატო გადაწყვეტეთ? პირველ რიგში დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის ასეთ ულამაზეს გარემოში და ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება ესე უშუალოდ საუბრის ამ თემებზე. დავიწყებ მაშინ ჩვენი მოძრაობის შესახებ საუბრით. ქართული განათლება საფრთხეშია, ეს მოძრაობა, რომელიც არ არის ესეთი ფორმალური ორგანიზაცია, არის უბრალოდ საინიციატივო ჯგუფი ფაქტიურად მოძრაობა, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა უნივერსიტეტ, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების, დოქტორანტების მონაწილეობით 2024 წლის გაზაფხულზე, მაშინ როცა მეორეჯერ შემოიტანეს რუსული კანონი და მიმდინარეობდა მისი ეს მასთან დაკავშირებული პროტესტი და აქციები. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ისეთი ეს კანონი თავისი არსით ისეთი იყო, რომ ვიფიქრეთ, რომ ყველა სფეროს შეეხებოდა, იმიტომ რომ ეს არ იყო თქვათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე, უკვე ჩანდა მაშინაც და მანამდეც ფაქტიურად, რომ აი ესეთ შესაძლოა თავისუფლების გამოხატვის კუნძულები თუ სივრცეები გამხდარიყო და უკვე გახდა ხელისუფლებისგან თუ სხვადასხვა მასთან ასოცირებული ორგანიზაციებისგან იერიშის ობიექტი. და აი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთ-ერთი მათგანი იყო და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აკადემიაც იყო ერთ-ერთი ესეთი სივრცე, რომელიც გახდებოდა ან გახდა კიდევაც უკვე ესეთი იერიშის
ობიექტი და მაშინ გადავწყვეტეთ რომ თუმცა მაშინ თქვა პირდაპირ აკადემიას არ ეხებოდა ეს რუსული კანონი ხო თქვა იქ არ იყო რომ მაგალითად აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო უნივერსიტეტი ან ასე შემდეგ მაგრამ მაინც ჩავთვალეთ რომ აკადემიაც მოიაზრებოდა აი ამაში ამ თავისუფალ სივრცეებში, რომელსაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს და აი ამიტომ გაჩნდა ეს იდეა მაშინ, რომ ჩვენც რაღაცა ესეთი რაღაცა შეგრძნება იყო, რაღაცა უნდა გავაკეთოთ და რაღაცა სასოწარკვეთილი სახელწოდება. ცოტა ხო, კი, სხვათა შორის მაშინ მახსოვს, რომ განხილვებით გქონდა მაშინ, რომ ცოტა ზედმეტად ისეთი ხო არ არის, აი ბანერზეც რო გვიწერია ქართული განათლება საფრთხეშია, ცოტა ზედმეტად პესიმისტური ხომ არ არის, მაგრამ ჯერჯერობით დავტოვეთ და აი ეხა მე ისე განვითარდა მოვლენები, რომ რაღაცა პირდაპირ საფრთხეებით, უფრო მეტი საფრთხეებით დაემუქრა ქართულ განათლებას. მაგალითად ეხა თქვათ არ ვიცი იყო ილიაუნის ლექტორი ვარ და ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი გახსოვთ ალბათ რომელიც აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული იყო მაშინ რუსული კანონის დროსაც როცა თქვათ სტუდენტები აპროტესტებდნენ და მაშინ გამოიცა მოკლედ უნივერსიტეტებს ფაქტურად დაემუქრნენ იმის გამო რომ ისინი სტუდენტებს პროტესტის საშუალებას აძლევდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ პირდაპირ მუქარა გამოჩნდა უნივერსიტეტის ავტონომიაზე და აკადემიურ თავისუფლებაზე. თუმცა ასევე აქვე უსამართლობა იქნება ვთქვა, რომ ესე საფრთხე განათლებას დაემუქრა 2024 წლის გაზაფხულზე, რა თქმა უნდა აბსურდიული იქნება ეს რომ ამტკიცოთ, იმიტომ რომ ქართულ განათლებას ძალიან დიდი ხანია და ეხლა მაგალითად კონკრეტულად უნივერსიტეტზე რო ვილაპარაკო და შეგვიძლია მე ზოგად განათლებაზე და სკოლამდელზეც კი ვისაუბროთ, თუ გნებავთ, მაგრამ მაგალითად საუნივერსიტეტო განათლებას თუ ავიღებთ, ძალიან დიდი ხანია ბევრი პრობლემები უდგას, ეს არის როგორც რაც შეეხება დაფინანსების პრობლემები, იმიტომ რომ დაფინანსების მოდელი არის ძალიან არაეფექტური, ძალიან არამოქნილი ისეთი, რომ არ უწყობს ხელს აკადემიურ განვითარებას, არ უწყობს ხელს კვლევის განვითარებას უნივერსიტეტის ბაზაზე, მაგალითად ის რომ პროფესორებს თუ მოწვეულ ლექტორებს აქვთ განსაკუთრებით პროფესორებს შეეხებათ ეს არა აქვთ იმის საშუალება რომ სრული განაკვეთით დასაქმდნენ უნივერსიტეტში და 1000 სხვა საქმე არ აკეთონ ანაზღაურებისთვის ანუ ეს დაფინანსების პრობლემა ცალკე პრობლემაა პლუს ამის აკადემიური თავისუფლება შეიძლება ჯერჯერობით ისე არ დამდგარა აქამდე ესეთი პირდაპირ საფრთხის ქვეშ როგორიც იყოს მაგალითად რომ აი თქვა თუ ვიღაცა თხოვდეს რომ შენს კურიკულუმში რაღაცა შეიტანო ან არ შეიტანო, მაგრამ ვფიქრობთ რომ ესეც შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა არის ასევე პრობლემები ავტორიზაცია აკრედიტაციის თემებთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან ბევრი არაეფექტური, არაპროდუქტიული მიდგომები და ასე შემდეგ. ან ბევრი ისეთი პრობლემაა, თუმცა აი შარშან გაზაფხულზე და კიდე ის მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხე დავინახეთ ჯერ ერთი, მაგრამ ასევე მე დავფიქრდით იმაზე, რომ არ არსებობს რაღაცა სივრცე ისეთი, სადაც მოხდება ამ თემების განხილვა, ან თუნდაც გაზიარება ერთმანეთის უნივერსიტეტის სხვადასხვა პროფესორებს შორის, ან სხვადასხვა უნივერსიტეტი. უფრო მეტიც ერთი უნივერსიტეტის შიგნითაც კი, აი ხა ჩვენ ვნახეთ მაგალითად ილიაუნის შიგნითაც კი არ იყო, თქვათ ესეთი სივრცე, რომ აი პროფესორები სხვადასხვა ფაკულტეტებიდან ერთად შეიკრიბონ და განიხილონ რაღაცა საკითხები. ოღონდ არ ვამბობ, შეიძლება რაღაცა კონკრეტულ საკითხზე ხდებოდეს განხილვა, მაგრამ აი თქვათ უფრო ზოგადი საკითხები უნივერსიტეტის იდეას რაც შეეხება რას ნიშნავს ჩვენთვის უნივერსიტეტის იდეა, თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება, ავტონომიურობა და ასე შემდეგ. ან თვითონ უნივერსიტეტშიც კი არ იყო შიგნით რომ არაფერი ვთქვა უნივერსიტეტთა შორისო თანამშრომლობაზე და ესეთ ერთიანობაზე. გარდა ამისა, ასევე სტუდენტებისთან ურთიერთობა და სტუდენტებთან ამ საკითხების განხილვა და ასე შემდეგ და ძალიან მე მგონი დადებითი აი თუ იმას ვიტყვით რომ აი იმედის
და ოპტიმიზმის კუთხით რო შევხედოთ, მე ვფიქრობ, რომ აი ეს თან პატარა თანამშრომლობის მაგალითები, რაც უკვე დაიწყო, მე ჩემი აზრით ძალიან კარგია. აი ხა მაგალითად ჩვენ უკვე ძალიან არ ვიცი ხა ნაყოფიერად უწოდო ამას თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეხვედრები გქონდა ბევრი სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი შევკრიბეთ. რაც მანამდე სიმართლე გითხრათ არ მომხდარა ესეთი რაღაცა, რომ თქვათ აი ბევრი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან იკრიბებიან ადამიანები და განიხილავენ რაღაცას. ახლა კიდევ აი უახლოესი საფრთხე, რასაც ვხედავთ, არის არ ვიცი, ხა მსმენელს თუ მაყურებელს რამდენად აქვს ინფორმაცია, უკვე შარშანდლიდან მოყოლებული ქართული ოცნება აანონსებს უმაღლესი განათლების რეფორმას, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ რაღაცა ისეთი ნაწყვეტ ის მოგვაწოდეს ინფორმაცია, ჯერ შარშან თქვეს, რომ მხოლოდ 2 უმაღლესი განათლების ცენტრი უნდა არსებობდეს, დასავლეთში 1 ქუთაისში და 1 თბილისში, რაც ბადებს ეჭვს იმაზე, რომ თქვათ რაღაცა უნივერსიტეტების გაერთიანება იგეგმება, მაგრამ არ ვიცით ისევ ამაზე ინფორმაცია, ასევე იყო საუბრები იმაზე, რომ აი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორები არიან დანიშნული იდეოლოგიური ნიშნით და არაკომპეტენტურები არიან და აი ამას უნდა მივხედოთ, ანუ ესეც რაღაცა ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება რაღაცა იგეგმებოდეს და მე ეხა გამოცხადდა მაგალითად აი ამ რეფორმებზე მომუშავე კომისია, რომლის წევრებიც არიან მხოლოდ მინისტრები, სხვადასხვა მიმართულების მინისტრები, ასევე სხვათა შორის აჭარის და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეები და თბილისის მერი, რაც ძალიან ასევე კითხვებს ბადებს, რომ თქვათ რა შუაში არიან ეს ადამიანები უმაღლესი განათლების რეფორმასთან და რატომ არ არიან ამ კომისიაში უმაღლეს განათლებასთან უფრო პირდაპირ დაკავშირებული და ჩართული პირები. და ჩვენ ხო გვინდა რომ აი ასეთ გამოწვევებს, რაც დიდი ხანია უკვე არსებობს, მაგრამ რაც აი თქვათ შარშანდელი გაზაფხულიდან უფრო თვალსაჩინო გახდა და ეხლა ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. დავუპირისპიროთ ეს რაღაცნაირად სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ერთობა და რაღაც ერთიან საკითხებზე შევჯერდეთ. ლელა, თქვენ ახლა ისაუბრეთ, ესე იგი პირდაპირ საფრთხეებზე, რაც აი უშუალოდ აი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საფრთხეებია, ხო? გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მგონია, რომ უფრო დიდი და გლობალური საფრთხე და ამ საფრთხის არსი რა არის, რომ უმაღლესი განათლების მიზანი ხო უნდა იყოს იმ პროდუქტის იმპლემენტაცია, რაღაც ბიზნესში ჩადება იმ პროდუქტების, რასაც უნივერსიტეტები ქმნიან, აი მაგალითად ცნობილი მოდელია, ხო? სტენფორდის უნივერსიტეტის, ხო, ამერიკაში, ანუ სილიკონ ველის უკან ფაქტობრივად სტენფორდის უნივერსიტეტი დგას და იქ იციან, როცა მუშაობენ, თქვათ, აი მათი მიგნებები, გამოგონებები, კვლევების შედეგები სადღაც აისახება, ხო? აი მე მგონია, რომ უფრო დიდი საფრთხე არის ის, რომ უნივერსიტეტები ფაქტობრივად უფუნქციოდ რჩებიან, იმიტომ რომ ამ მეცნიერული პროდუქტს არ აყავს მომხმარებელი. ხო, აი თქვათ თუნდაც იგივე, რა ვიცი, მე ვიცი, რომ რამდენიმე ქიმიური ფორმულა გამოიგონეს, თქვათ 70-იან წლებში ქართველებმა, რომელიც რუსეთშია გამოყენებული, ხო? ჩვენ გვაქვს რაღაცა ბაზები ემისი, რომ აი თქვათ თუნდაც რა ვიცი, ფიზიკოსები გაიქცნენ ხო საერთოდ ქვეყნიდან, იმიტომ რომ მათი საქმიანობის არეალი, აი ეს პროდუქტი, რასაც ქმნიან განსაკუთრებით ასტროფიზიკოსები, როგორი მოთხოვნადია ხო დღეს თანამედროვე მსოფლიოში და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები უნდა წავიდეს ქვეყნიდან, იმიტომ რომ შანსი არ არის მათ აქ ყოფნით, არაფერი არ მოხდება, ანუ მათი კვლევების გამოყენება არ მოხდება, ხო? აი ამ მიმართულებით როგორია თქვენი აზრით პრობლემა, რომ აი ახლა მაგალითად თქვენ კვლევებს აწარმოებთ, აი მე ვიყავი ჩართული ელიაუნთან ერთად
გავაკეთეთ ღირებულებების კვლევა, ხო, აჭარაგურის მასშტაბით, ხო? და აღმოჩნდა, რომ რა ვიცი, არავითარ დაჭირებია ამ კვლევის შედეგები და ეს პროდუქტები. ხო, აი ამ მიმართულებით რას ხედავთ? საბუნების მეთოდი, აი ფუნდამენტურ მეცნიერებებს აქვს პრობლემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აი მე წინათ აღნიშნე უკვე დაფინანსების ერთი მნიშვნელოვანი ის არის აქ რადგან უკვე ვთქვი ამაზე ვიტყვი ჯერ დაფინანსების პრობლემა რომ უნივერსიტეტებს ძალიან მწირი რესურსები აქვთ კვლევების დაფინანსებისთვის. ფაქტიურად ჩვენთან კვლევების დაფინანსება ხდება მხოლოდ აი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსების მეშვეობით. რაც და ასევე უნდა აღინიშნოს რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენი ბევრი კვლევითი პროექტი დამოკიდებულია ასევე უცხოურ დაფინანსებაზე, რაც სხვათა შორის ასევე გვინდა არ გვინდა პოლიტიკურ სიტუაციას ვერ გავექცევით, იმიტომ რომ ზუსტად ამ პოლიტიკური გარემოებების გამო შეიძლება უკვე ბევრი თანამშრომლობა საფრთხის ქვეშ დადგა და შეიძლება კიდევ უფრო დადგეს საფრთხის ქვეშ. ანუ ეს ერთი საკითხია, ეს დაფინანსება და აუცილებელია დაფინანსების მოდელის რაღაც ისეთი ცვლილება, რომ კვლევისთვის უფრო მეტი мотиваცია ჰქონდეთ. იმიტომ რომ ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ თქვენ რო გადახედოთ ძალიან ბევრ სრული პროფესორის იმასაც რა ქვია ხო აი ეს პუბლიკაციების და ესეთი გამოქვეყნებადი სამეცნიერო კვლევების რაოდენობა არის სამწუხაროდ მცირე, ბევრი ყველა მიმართულებით არა. მე პირადად მე ვარ მაგალითად მოწვეული ლექტორი, მე პროფესორი არა ვარ, ზუსტად ამის გამო რომ არ ვთქვათ მე ვფიქრობ რომ პროფესორი როცა ხარ, მაშინ რაღაცნაირად გვალდებულება გაქვს რომ უფრო მეტი იკვლიო და გამოაქვეყნო. რაც თუმცა ასევე უნდა მაგალითად ილიაუნიში ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით საკმაოდ ბევრი კეთდება და ქვეყნდება კიდევაც და საკმაოდ მაღალია გამოქვეყნების და ციტირების ინდექსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. თუმცა ამ დროს ილიაუნს აქვს ძალიან კარგი ბექგრაუნდი სოციალურ-პოლიტიკურ კვლევებშიც და პროფესიონალები თუ ვინმე არის ილია მთელ საქართველოს მასშტაბით ილიაუნში აი ნახეთ რა ხდება ზუსტად სოციალურ-პოლიტიკურ და ესეთ უფრო როგორ თქვა არაზუსტ მეცნიერებებში არაზუსტი თუ სიტყვა მაგრამ სოციალურ მეცნიერებებში ზუსტად ისე ხდება რომ აი რაც ადრე ვთქვი ძალიან ბევრი პროფესორი იმის გამო ეს ანაზღაურების პრობლემაც არის მნიშვნელოვანწილად სხვა პარალელურად სხვა საქმიანობებსაც ეწევა ბევრი და ამიტომ არ რჩება რაღაცნაირად ჯერთი დრო რომ ამაზე იმუშაოს, მაგრამ მეორე კიდე ის არის რომ ისე არის სისტემა აწყობილი რომ უნივერსიტეტი არ წაახალისებს. ანუ შენ რომ მაგალითად კვლევაზე იმუშავო, გამოაქვეყნო, ეს არაფერში არ გეთვლება. ანუ ხო შეიძლება მაგალითად პროფესორს აქვს რაღაცა ანაზღაურება. ეს ანაზღაურება გამოთვლება მარტო საკონტაქტო საათებით. სტუდენტთან და მაგალითად შენ რო თქვა რომ აი მე თქვა ეს რაოდენობა საათების კვლევაზე უნდა ვიმუშაო, ეს არაფერში არც ანაზღაურებაში გეთვლება, არც რამე мотиваციის სისტემა. ანუ ეს თვითონ არის ისეთი სისტემა. აი წარმოუდგენელი. ეხლა მაგალითად სხვა მოდი ასე ვთქვათ, თვითონ აი ეს ბაზარი არ აფინანსებს ამ ტიპის კვლევას. ანუ შეუძლია თუ არა ამ პროფესორებს ვთქვათ აი ვიღაც დაკვეთებზე იმუშაონ, თქვათ, კერძო დაკვეთებზე და თან კვლევა გაქვს და თან შესაბამისი ანაზღაურება. ეს რატო ვერ მოვახერხეთ საქართველოს? ეს ეხა სიმართლე გითხრათ, ესე არსად არ ხდება, იმიტომ რომ კერძო ბაზარს ეხა მაგალითად სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერება რო ავიღოთ, ვინ დაუკვეთავს ეხა ისეთ სოციოლოგიურ კვლევას დაუკვეთავენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის დაუკვეთავს ისეც, რომელიც თვითონ გამოადგება და არა ისეც რომელიც თუმცა შეიძლება რა ვიცი ეხა რაღაცა იმაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ რაღაცა თქვა სოციოლოგიური კვლევა რომელსაც რაღაც კომპანიამ დაუკვეთა და მერე შენ გამოიყენო პუბლიკაციისთვის თუმცა ესეც არ არის ხო უნივერსიტეტ
უნივერსიტეტებს როგორც წესი ამ მიზნით არ გამოიყენებენ, იმიტომ რომ რა ვიცი, ალბათ უნივერსიტეტს არა. კერძო სტრუქტურებს უკეთ. კერძო სოციოლოგიური კომპანიები არიან, ეხლა მაგალითად მაგრამ იმ სოციოლოგიური კომპანიების უკან ხო პროფესორები დგანან უნივერსიტეტის. ბევრგან კი, ისინი დგანან ხო, მაგრამ იმას რაღაცნაირად რა ვიცი, ისე მე ის პროდუქტი არ გამოიყენება, არ ვიცი, შეიძლება აქ ავტორ უფლებების ამბავიც არის, ბევრი სხვადასხვა რამეა, მაგრამ ანუ ის მე იმას ვამბობ, რომ პროფესორს არ აქვს საშუალება მაგალითად მე მგონი აქ ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ეხლა მაგალითად შეიძლება ვთქვათ პროფესორი ილეონის პროფესორი სიტყვაზე, რომელიც მუშაობს ასევე რაღაცა კერძო კვლევით კომპანიაში და არ ვიცი მაგალითად სუპერმარკეტმა ნიკორამ დაუკვეთა რაღაცის კვლევა, მომხმარებელთა კვლევა და ეხლა შეიძლება ამისთვის არ არის ეს კვლევით ინტერესი. იმას აკეთებს შემოსავლის გამო და სულ არ არის ჩემი ინტერესი, რომ მე ნიკორას მომხმარებლის კვლევაზე დავწერო სტატია და გამოვაქვეყნო. ანუ რაღაც ძალიან რო გავამარტივოთ რა და არა და ხო უნივერსიტეტი სისტემა ისე არის აწყობილი, რომ არ აძლევს мотиваციას, რომ კვლევა აკეთოს თვითონ უნივერსიტეტის დატვირთვის ფარგლებში. და ეს არის დიდი პრობლემა ასევე. ეხლა რაღაცა ძალიან წვრილ პრობლემებს ჩამოვყევით, მაგრამ რეალურად ასე არის. რეალურად ეს აფერხებს ბევრს და ამიტომაც არის, რომ მე არიან ეს პროფესორები გადატვირთულები და ეს სხვა შორის აი ზუსტად სოციალური მეცნიერებების პროფესორებს უფრო შეეხებათ ეს. საბუნებისმეტყველოში სხვა შორის იმიტომაც არის ციტირების ინდექსიც უფრო მაღალი და კვლევების გამოქვეყნებაც უფრო მაღალი, რომ ისინი უფრო ხშირად არიან ხოლმე უფრო უნივერსიტეტში სრულად. და მაგრამ როგორც თქვი, ასევე ძალიან ხშირად როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე სოციალური მეცნიერების კვლევები ძალიან ბევრი დამოკიდებულია ამ უცხოურ დაფინანსებაზე არის რაღაცა ევროკავშირის საგრანტო პროექტები, სხვადასხვა ძირითადად ევროპის ეხლა უკვე იკლო მაგ დაფინანსებები. ეხლა რაღაცები არის, რამაც იკლო, ეხლა მაგალითად ძალიან ცნობილი ის იყო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რო გამოაცხადა თანამშრომლობის შეჩერების შესახებ ამ დაფინანსებაზე. გერმანიამ ბევრი პროექტი გააჩნია. ხო, გერმანიამ და არის მოლოდინი, რომ სხვებიც მოიკლებს და ეს პირდაპირ კიდევ უფრო მეტად დაარტყამს, რა თქმა უნდა, ჩვენს კვლევით პოტენციალს. ასევე უნდა ითქვას, რომ რუსთაველის ფონდი, სამეცნიერო ფონდი, რომელიც გასცემს ფაქტიურად ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც კვლევით გრანტებს გასცემს, სამწუხაროდ ზოგჯერ იქაც ესე დადასტურებულად ეხლა ვერ ვიტყვი, მაგრამ არსებობს ეს დასაბუთებული ეჭვი, რომ იქაც რაღაცა პოლიტიკური ნიშნით თუ ზოგიერთ არასასურველ აპლიკანტს ეხლა მასე რო არ იყოს ეგ გაგვიკვირდება თორე. ხო, და მით უმეტეს, ანუ და ეს და მე ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდი ბერკეტია, არა კეთილ განწყობილი აქტორების ხელში, რომ გამოიყენოს ფინანსური ბერკეტი, როცა ეს დაფინანსება ესეთი მწირია და საერთოდ აი ეს დაფინანსების სიმწირე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ აი მე ამაზე მიმუშავია ადრეც უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელებზე და აი საქართველოს არის მე მგონი რა ვიცი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ტოპ ქვეყანა სადაც უმაღლესი განათლების დაფინანსების მთელი ტვირთი უმეტესად გადადის სტუდენტებზე და ოჯახებზე. ანუ მთლიანად რო ავიღოთ რითი ფინანსდება უნივერსიტეტები, კერძო და საჯარო, ყველა აი რა არის მათ ამერიკასაც ჯობრივად? ამერიკაში ხო პირდაპირ ხო, მაგრამ ამერიკაში მშობლების შემოწირულობებით არის. აი ფედერალური ისე ძალიან ბევრს ანუ ამერიკაში როგორ არის ისე კერძო უნივერსიტეტები კი, მაგრამ არის ძალიან სახელმწიფო უნივერსიტეტები რაც არის, იმას ისინი ძალიან დიდად ფინანსდებიან შტატების ბიუჯეტიდან. და ასევე არის ძალიან დიდი ფედერალური დაფინანსებაც, თუმცა ახლა ამერიკაში ძალიან შეიცვალა სიტუაცია მოგეხსენებათ და ფედერალური დაფინანსების დიდი წილი უკვე ზოგიერთ უნივერსიტეტს უკვე შეუწყდა და ძალიან ბევრი უკვე იქაც საფრთხის ქვეშ არის, რომ შეუწყდებათ ფედერალური დაფინანსება. მაგრამ ჩვენთან
ჩვენთანაც აი ეგეთ ისე არის სიტუაცია, რომ ძალიან დიდ წილს აი ხა ზუსტად ბოლო არ მახსოვს რამდენად, ამიტომ არ დავასახელებ, მაგრამ ნახევარზე ბევრად მეც იხდიან ოჯახები და მშობლები. მე არ მგონია რომ ეგ პრობლემა იყოს, მაგ პრობლემა უფრო მეტად უნივერსიტეტის მიერ შექმნილ პროდუქციაში, ანუ რა პროდუქცია თუნდაც იგივე სტუდენტების სახით რა პროდუქტი გადა. მაგრამ ეხა გეტყვით რატოა ეს პრობლემა, იმიტომ რომ უნივერსიტეტი აი მაგალითად როცა არ არსებობს ესეთი დაფინანსება, რომელსაც თქვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, უნივერსიტეტის კერძოსი მით უმეტეს мотивация არის ის, რომ არაფერი მიიღოს, რაც შეიძლება ბევრი სტუდენტი, რომელსაც წაართმევს, რა ვიცი, ხა ცუდნე თქვა, რომელიც გადაიხდის ფულს. და ეს არის мотивация. კერძო უნივერსიტეტებში კიდე ბევრად უფრო ისეთ სიტუაცია, ეხლა რაც თქვი იმაზე, რომ პროფესორები ფაქტიურად საერთოდ არანაირი ის ბევრგან ბმა საერთოდ არ აქვს უნივერსიტეტთან. მიდი ჩაატარე ლექცია, წამოდი, ანუ და იქ არ არის ლექციაზეა მიბმული, დაფინანსება თქვა, ჩაატარე, მოგცეს 50 ლარი თუ რა ვიცი, რამდენიც არის. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მონაწილეობას არის. ცხოვრებაში მონაწილეობა არის, აი სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ცოტა უკეთ არის, მაგრამ აქაც კი, აი ხა მაგალითად მე იმ დღეს მე განათლების სკოლაში ვარ ილიას უნივერსიტეტში და ძალიან დიდი ხანია იმას განვიხილავთ, რომ თქვა არა გვაქვს სივრცე, სადაც აი თქვა შეხვდები და რაღაც საკითხებს განიხილავ. და ანუ ამისი ის არ არის რა რაღაცნაირად და ილიანში კიდე ბევრად სხვა საჯარო უნივერსიტეტებზე უკეთესი სიტუაციაა და სხვა საჯარო უნივერსიტეტებში კერძოზე უკეთესი სიტუაციაა ამ ხრივ აი კერძო უნივერსიტეტში საერთოდ მოხვედი ჩაატარა ლექცია წახვედი აი გადაგიხადეს ამაში ხელფასი მე იმიტომ რომ აი ზუსტად ესეთი ის არის ერთი და ამიტომ არის თან აი როცა ეს იმიტომ რომ სტუდენტი და მშობელი მაგალითად ფულს იხდის იმაში, რაც თქვათ მე მგონია რომ დამასაქმებს, ხო? და არის ისეთი დარგები, აი ზუსტად, აი მაგალითად რაც შეიძლება მერე გახდეს გამოყენებითი, ხო? თუნდაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მაგრამ ეს ვინ დააფინანსოს, ანუ ვიღაცამ ხონდა დასახოს ეს პრიორიტეტად. უნივერსიტეტები ახლა ამას თავისით არაკეთებენ, რომ აი თქვათ რაღაცა კონკრეტული სფერო არის მაგალითად ეხა დავინახეთ რომ აი პრიორიტეტულია და მომავალში შეიძლება ამაში ინვესტირება შეიძლება სასარგებლო იქნეს ასეთ ან რაღაც თქვა IT მეცნიერებებში ან რაღაცა ან ბიოლოგია იქნება თუ რაღაცა იქნება მაგრამ იმიტომ რომ ეს ცოტა უფრო გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლის ნაწილია და უნივერსიტეტებს რომელთაც მწირი დაფინანსება აქვს, ეხლა მაგისი, ეხლა შენ ჩადე მაგალითად რაღაცა ბიოლოგიის პროექტში ფული, მაგრამ მე არ იცი ეს ხო გარანტირებულად ხო სხვათა შორის ეგ რისკები ჩვენი პრობლემა რაში არის იცით პატარა ქვეყანა ვართ და რესურსები აი სიღარიბეში არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით იმიტომ რომ ფაქტობრივად იგივე ხდება Silicon Valley-ზე როცა იდება სტარტაპებში როდესაც იდება ფული ძალიან ბევრი სტარტაპში ტყუილუბრალოდ იხარჯება იმდენი მაგრამ შეიძლება 1000 და რო ერთმა გაამართლოს უკვე ის ხარჯები ამოდის და აი ამისი ამ 1000-ში ხო ვიღაცამ უნდა ჩადოს ამას ჭირდება რაღაცა ისეთი გონივრული ორგანიზება. ლელა, რა მაინტერესებს იცი, ეხლა გუშინ ქონდათ პრეზენტაცია თქვენ კვლევების და იქნებ ორი სიტყვით თქვათ, ხო რა კვლევა ჩაატარეთ და ეს სხვა კვლევა არის, ეხლა განათლება საერთოდ არ უკავშირდება, მაგრამ საინტერესოა, იმიტომ რომ აქტუალური საინტერესო აქტუალურია, ეს არის სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ერთად სამმა მკვლევარმა მე სოფო ზვიადაძემ და თეა ქამუშაძემ ილიანის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩავატარეთ აი ამ მიმდინარე პროტესტების საფუძვლების, მიზეზების, რა ამოძრავებს პროტესტს, რა მოლოდინები აქვს პროტესტის მონაწილეებს და ასე შემდეგ. აი ამ ასეთი ტიპის კვლევა ჩავატარეთ ეს 2025 წლის იანვარში ძირითადად თვისებრივი კვლევა იყო, ჩაყრდნობილი ინტერვიუები ჩავტარეთ პროტესტის მონაწილეებს, მაგრამ თბილისში, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ ქონდა არც დრო და არც რესურსები, რომ უფრო ფართოდ გავსულიყავით.
ჩავატარეთ ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები პროტესტის მონაწილე, აი უფრო რიგით მონაწილეებთან ადამიანებთან, რომლებიც ან აქტიურად, ან მეტნაკლებად პასიურად არიან ჩართულები და როგორ ხედავენ ისინი ამ პროტესტს. და რაღაც საინტერესო მიგნებები გქონდა ის რომ რაც ჩემი აზრით ყველაზე თვალსაჩინო და ისეთი მკაფიო ის რაც იყო რომ ძალიან პოლიტიკურ პარტიებისგან მოითხოვენ ძალიან დიდ აქტიურობას და უკვე აქტიურ ჩართულობას ან მიუხედავად იმისა რომ თქვა ყველა ამბობს რომ ეს მიმდინარე პროტესტები ისეთი ჰორიზონტალურია ლიდერი არ არის რაც კარგია იმიტომ რომ ასე სამოქალაქო ლიდერია ხო მაგრამ აი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოვყალიბდით ორგანიზება დისციპლინა ვისწავლეთ თუ გწოდნია და დავინახეთ ესეთი ისინიც იყო ფორმულირება თუმცა რაღაცნაირად აი საჭიროებას ყველა ხედავს რომ რაღაცა ტიპის პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდოს და არ დარჩეს მხოლოდ ქუჩის აქციებად, იმიტომ რომ აი ის იმედი რომ აი თქვათ პირდაპირ ქუჩაში, მხოლოდ ქუჩაში გამოსვლით რა რაოდენობის ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს, რომ ეს პირდაპირ რაღაცას გამოიწვევს, ამისი იმედი არავის ან პირდაპირ რომ თქვათ, არავის არ აქვს, თქვათ ისე წარმოიდგინე ხა როგორი ის არის ესე იგი გამოდის რომ რა რაოდენობის ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს ხელისუფლება არის აბსოლუტურად ხისტი ანუ არ გიმჩნევს არა ხარ და იწყებს მერე თულას და შეყავხარ რაიმაში რა დინამიკაში რომ იცი 100,000 იყო თუ 95,000 თუ 80,000 და ამაში გეშპილკავება იმის ნაცვლად რომ 10 კაციც რო დადგეს ეს უკვე პრობლემა არის რა და ეს არის ახლა უკვე პრობლემა რომ არა ხარ საერთოდ აი მილიონიც რო გამოხვიდე მაინც არა ზუსტად ასეა და სხვათა შორის აი რომ შეხედოთ პროტესტების კვლევის პროტესტების შესახებ კვლევებს მე-20 საუკუნის განმავლობაში და ეხლა უკვე 21 საუკუნეში ესეთი ძალიან მკაფიო ტენდენცია არის გამოვლენილი რომ 2010 წლიდან მოყოლებული ძალიან მკვეთრად გაიზარდა ეს მასობრივი პროტესტების რაოდენობა მსოფლიოში. ანუ 2010-დან 20 წლამდე რომ პროტესტები იყო, ეს მასიური სახალხო პროტესტები ქუჩაში, ამდენი არ ყოფილა არასდროს წინათ. მაგრამ ამავე დროს შედეგებით ყველაზე ნაკლები. ხო, მათი შედეგობრიობა ძალიან იკლო ეფექტურობამ. მაგალითად, ადრე იყო ესეთი მკვლევარებმა და ნახეს, რომ თქვა აი 2010 წლამდე ესეთი ის იყო დაახლოებით, რომ აი მოსახლეობის 3.5% თუ გამოდის ქუჩაში არაძალადობრივი მეთოდებით, თუ 3.5% ჩაერთო აქტიურად პროტესტში, ფაქტობრივად 100%-იანად გარანტირებულია იმ რეჟიმის ცვლილება. მაგრამ ეს უკვე საერთოდ აღარ არის რელევანტური. 3.5 კი არა, გინდა 5 გამოდი და გინდა 10 გამოდი, აღარ მუშაობს. ანუ იმის კი არა რომ გამორიცხულია, შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ძალიან დაბალია ალბათობა. და რაღაცა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. მათ შორის ერთი არის ის, რომ ბევრად უფრო მარტივია ხალხის მობილიზება ახლა სოციალური ქსელების გამო. ანუ მანამდე თუ 3.5% გამოდიოდა, იმის უკან ძალიან დიდი სამუშაო იყო გასაწევი. აი მაგალითად 3.5 რო გამოგეყვანა, კარდაკარ უნდა გევლოდ, უნდა პამფლეტები უნდა გერიგებინა, გელაპარაკა ხალხთან და მხოლოდ ამით გამოდიოდა. ეროვნული მოძრაობის დროს ხო გამოვდიოდით და არ იყო არანაირი პამფლეტები და არც არაფერი, მაგრამ მაშინ პრინციპში სტუდენტები იყვნენ წამყვანი ძალა და უნივერსიტეტები იყო როგორ მოხდა მაშინ მობილიზება, ხო რაღაცნაირად უფრო პირადი იმებით, ან პამფლეტს არ ვამბობ, აი პამფლეტი ეს ერთი მაგალითია, მაგრამ ხო იყო უფრო მუშაობა ისეთი. თუნდაც აი მიმების ეროვნული მოძრაობის დროს მე პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს კაცო ეს ისინი ეს ლიდერები დადმე ზუგდიდში დავიბადე და სკოლა იქ დავამთავრე და მახსოვს რომ ჩამოდიოდნენ და რაღაცა მართავდნენ
ანუ ბევრად უფრო მეტი სამუშაოს გაწევა იყო საჭირო, რომ გამოგეყვანა ეს 3.5. ეხლა უფრო მარტივად გამოდის. ახლა ანუ ეს ციფრები შეიცვალა. ციფრები, ანუ ის 3.5. კარგი, აი ჩვენი მოცემულობის პირობებში თქვათ რა რაოდენობა უნდა გამოვიდეს, რომ აი მაგალითად სერბეთში გამოვიდა, რა ვიცი, მილიონი წლია. როგორაა საქმე? აუ და აი სერბეთის საინტერესო მოდელით, იმიტომ რომ ეხლა მე რასაც მე თვითონ ეხლა ზოგადად ახლა მაშვები ვიკვლევ ამ პროტესტების თემას და რასაც ხედავ, უკვე ისე არის, რომ აი ამ რაოდენობა, ეხლა თუ მართლა ნახევარი მოსახლეობა გამოვიდა, მაშინ ალბათ კი, მაგრამ აი რა ვიცი, 10%, 20% მე ვფიქრობ, რომ არა აქვს. ანუ ესე არ არის, რომ აი ეს რაოდენობა უნდა გამოვიდეს და მაშინ იქნება. მასე ფიქსირებული ის ხო, ფიქსირებული ის არ არის, ესე ვფიქრობ. ნუ თუ ეხლა მართლა მე-13 გამრავე, ალბათ მე-13 ვიტყოდი, თუ მე-13 გამოვიდა, მაგრამ ეხლა მე-13 ხო წარმოგიდგენიათ, მაშინ საქართველოში არის მილიონი კაცი უნდა გამოვიდეს მართლა. ეხლა თუ მილიონი გამოვიდა, ეს ანუ მილიონი რა ვიცი, სად უნდა გამოვიდეს, ეხლა მაშინ ყველა ქალაქში და ყველა იმას უნდა მოედოს. აი იმიტომ თბილისში მაგალითად არ ვიცი ეხლა სხვადასხვა შეფასება იყო, მაგრამ აი ყველაზე დიდი პიკში რამდენი იყო? ნუ ამბობენ ესე 200-დან 300.000-მდეა შეფასება. აი 11 მაისი იყო, მე მგონი, რიყეზე იყო დიდი აქცია. რუსული კანონის დროს. ორი სანაპიროდან რომ მოდიოდა მასობრივად, კი. და აი ძამ რავი, ახლა მე ვერ წარმოვიდგენია თქვა თბილისში კონკრეტულად მაგაზე მეტი რა უნდა გამოვიდეს. არც ყოფილა მაგდენ. არა და წარმოვიდგენ, მაგრამ რა არაფერი. ხო და ამიტომ ეს ხალხის რაოდენობა ცოტა ის არის. აბა რა უნდა გააკეთოს ადამიანებმა? ხო და ამაზეც ახლა სხვა მკვლევარები. არჩევნები, ნახე ხა რა პრობლემაა. ესე იგი გამოსვლა არაფერია, არჩევნებს კი ყალბებენ. და ხარ რაღაცა გამოუვა სიტუაციაში. აი ძალიან ის არის, მაგრამ არის ანუ სხვა როგორც მკვლევარები ამბობენ, რაღაცა მნიშვნელოვანია თქვა ის რეჟიმს, რაც საყრდენები აქვს იმაზე რაღაცნაირად სხვადასხვა გზით იერიში. თუმცა ქუჩაში პროტესტის მნიშვნელობაც რა თქმა უნდა არ უნდა დავაკლინოთ, იმიტომ რომ ეს თავისთავად მნიშვნელოვანია. ეს ყოველთვის ნებისმიერი პროტესტის გენერატორი არის. იმიტომ რომ ეს თუ არ არის, მაშინ არაფერი არ არის. აი მაგალითად ეკონომიკური რაღაცნაირად არ ვიცი თუ საფუძვლის მორყვა, თუმცა ამაზე და ეკონომიკურ საფუძველს როგორ მოარყევთ ბიუჯეტზეზის მთელი ჩვენი ეკონომიკა და ხო და აი ზუსტად მაგიტო აი ბიუჯეტში საიდან ანუ ამაზე რაღაცნაირად კოორდინირებული მუშაობა უნდა იყოს ზუსტად აი ეს ჩემი ხედვით აი ეს ესეც მოეთხოვებათ პარტიებს რომ რაღაცნაირად ამაზეც იმუშაონ რომ აი თქვათ საიდან შედის ამ ბიუჯეტში ფული და სხვადასხვა კომპონენტები საიდან შედის, რაც შეიძლება რომ დავარტყათ. ან რა არის ისეთი, მაგრამ მარტო ეკონომიკა არა, თქვა სხვადასხვა ისინი რა, სხვადასხვა აი ამიტომ მე მაგალითად ძალიან მომწონს, როცა თქვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ცალკე მიდის პროტესტი, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელიც შეიძლება ეხა ისეთი მნიშვნელოვანი არა, როგორც ტელეიმედი, თქვა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად საყრდენი არის არა საზოგადოებრივ მაუწყებელთან პრეტენზიების მორალური საფუძველი ხო, ეხლა ჩვენ იმედთან ვერ მივალ და ვერ მომთხოვთ ხო, კერძო კომპანია, ანუ გასაგებია რომ პროპაგანდისტული, მაგრამ ამიტომ რა ის თუნდაც პატარა ის არის, ხო, არაფერი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს მაგალითად ქართული ოცნებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელი, თუმცა მე მგონი რომ არის და ამის მორყევა მნიშვნელოვანია. აი რაღაცნაირად სხვადასხვა თუ არის შესაძლებელი, არ ვიცი, ამაზე შეუძლიათ პარტიებს რაღაცნაირად იმუშაონ. მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურებიდან რომელია ყველაზე უფრო ისეთი რომლის და მიზანში ამოღება შეიძლება, თქვათ, ყველაზე ძლიერი კი არა და ჩვენ რა გვიდა ერთმანეთს დაერივნენ, ხო, სინჯიკაშვილის და ხარაზიშვილის. ხო, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად უნდა რაღაც აი ზუსტად, აი სხვა შორის ეს ძალიან კაი მაგალითია, რომ თუ ერთმანეთს დაერივნენ, ესე იგი რაღაცა ხდება. და აი მე არ ვიცი ახლა ასე ღრმად არა ვარ ჩახედული თქვათ ეს მაგალითად ან პარტიები მეც არა ვარ ჩახედული მაგრამ ხედავ რომ დარბიან საავადმყოფოებში ვინ რას აკეთებს შეიძლება ვიღაცა მუშაობს ამაზე მაგრამ თუ არ მუშაობს მე მგონი უნდა მუშაობდეს ვიღაცა რომ თან ეხა საქართველოს პატარა ქვეყანა ისე არ არის რომ ყველა ვიღაცას ნაცნობს გამოძებნი სინჯიკაშვილის თუ არ ვიცი გვარიც არ ვიცი ვიღაცისას რომ აი ნახო რომ თქვათ რა არის ისეთი აუცილებლად მაინდა-მაინც ის კი არა თქვათ ყველაზე ძლიერი რა არის რომ პირდაპირ ის მოვარყიოთ არა ისეთი რაღაცა რაც ყველაზე სუსტია მაგალითად
და აი იქიდან დაიწყო იმიტომ რომ აი ხა ესეც არის თქვათ რომ მე ჩვენი ახლა მის კვლევიდანაც და ისედაც დაკვირვებით აი ხალხის რაღაცნაირად ოპტიმიზმა იკლო ხო ბოლო დროს ცოტა უფრო ესე მგონია აი ჩვენ კვლევაში აი ბოლოს იანვრის ბოლოს უკვე იკლო და სხვა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წილად იყო გამოწეული ამერიკის არჩევნების მერე ამ ტრამპის გამოსვლებით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამერიკის დიდი იმედი გვაქვს, ზოგა გქონდა და ეხლა ცოტა მაგან იკლო. რაღაცა არ მგონია, რომ ტრამპის ფაქტორი დანიშნულოვანი იქნება და პირიქით იმუშავა. არა, კი შეიძლება, მაგრამ ხალხში ქონდა ესეთი რაღაცნაირად ცოტა იმედგაცრუების ეფექტი. მაგრამ მე მგონია, რომ ასევე ძალიან აი ცოტა პესიმისტურ განწყობებზე ძალიან მოქმედებს ის, რომ რაღაცა პატარ-პატარა იმებს შედეგებს რომ აი გამოვდივართ და რაზე, აი რაღაცა არაფერს არ ვხედავთ. აიმიტომ თუ ეს პატარა რაღაცის მორყევა შესაძლებელი იქნება, ეს უკვე ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იქნება და მე პირიქით გააძლიერებს. და ანუ ეს რაღაცა ცოტა უფრო ესე სტრატეგიულად მოქმედებაც ალბათ საჭიროა ქუჩაში გამოსვლასთან ერთად. და პროგნოზი რა შეგიძლიათ რომ თქვათ, აი მაკვლევებს ცოტა პროგნოზირებელი ფუნქციაც აქვთ და აი რა მოლოდინები გაქვთ თქვათ რა შეიძლება რომ ჩვენ ეხლა კვლევიდან გამომდინარე ცოტა ძნელია ეს კვლევიდან გამომდინარე მე რაც შემიძლია ვთქვა ჩვენი კვლევიდან ის იმიტომ რომ ჩვენ ვიკვლევთ რეალურად პროტესტში მონაწილე ადამიანების განწყობები და მოლოდინები და ანუ რაც პროგნოზთან ახლოს არის ის რომ მაშინ ჩვენ როცა ვეკითხებოდით ყველას ქონდა აქვს გაცნობიერებული რომ ეს არის ძალიან გრძელი პროცესი და არავინ ეს ყველა მით ხო და ანუ ეგ არის რომ როგორც მინიმუმ ესე აი ხა კაი ვერაფერი ვერ ვქენით და სახლში წავედით ამას არავინ არ აპირებს ანუ ეს როგორც მინიმუმ ესე ჩანს რომ შეიძლება სახე იცვალოს აი მაგალითად ეხა რა ვიცი მე სულ იმას ვამბობ მეც არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი ვთქვათ ეს რუსთაველი ყოველდღე გადავკეტოთ არ გადავკეტოთ თუ ანუ გადაკეტო არ გადაკეტვაზე როა მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი რომც არ გადაიკეტოს ვთქვათ გაგრძელდება ანუ ხალხი ვინც ამ პროცესში თუნდაც აი დეკემბერში დადიოდა და ეხა შეიძლება არ დადის მაგრამ ის ხალხი არსად არ წასულა ეხა ის ხალხი კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებლად ეს პროტესტის მასშტაბები და ფართობი სინამდვილეში იზრდება ძალიან ბევრი ხდება რომ ეს უნდა შეიცვალოს და აქ შეიძლება ეს ადამიანები არ გადაითარგმნოს ქუჩაში გამოსულთა რაოდენობაში მაგრამ ზოგადად უკვე კრიტიკული დამოკიდებულება და მართლა ყველას მობეზრდა რა ესეთი და იგივე ვითარება ამ ქვეყანაში ეს პირიქით კი ბატონო ეს არის ჩემი როგორ გითხრა არც კვლევას ვეფუძნები რაღაც კანით რომ შეგრძნობილი ამ ზუსტად ამიტომ რომ შეიძლება ეს ქუჩაში არ იყოს მაგრამ აი სხვადასხვა რაღაცეებში გამოვლინდეს მერე და იცი რა არის ნახე თუ კი კონკრეტული შედეგი ამ პროტესტის შედეგად არიდება სამაგიეროდ საწინააღმდეგო მხარესაც ანუ ხელისუფლებებსაც არ აქვს არანაირი წარმატებები ხო აი ესეც ამისი საპირწონია ხელისუფლებას რომ რაღაც ეფექტები ქონდეს და მისი მუშაობა რაღაცა ტიპის ეფექტებს აჩვენებდეს მაშინ იტყოდი რომ თქვათ ეს დასუსტა ეს მოძრაობა სინამდვილეში ეს ასე არ არის კი ნამდვილად ასეა და ხო და კიდევ ის არის რომ აი ხა გუშინ პრეზენტაციაზე ესე რომ მკითხეს რაღაცა იმედი რა არის იმედი შეიძლება ქონდეს ამ პროცესიდან გამომდინარე აი ძალიან ხშირად ადარებენ ხოლმე ბელარუსის იმებს პროტესტს და მეც მაშვება ხოლმე მეც ბევრს ვკითხულობ ამ ბელარუსის პროტესტის შესახებ 2021 წლებში რომ მიმდინარეობდა მაშინაც არჩევნების გაყალბების გამო იყო და ძალიან გავდა ეხლა უნდა ვაღიაროთ რომ ძალიან გავდა მათი პროტესტები ჩვენს პროტესტი რაღაცა ესთეტიკითაც ხალხის რაოდენობა ძალიან ბევრი ხალხი გამოდიოდა თუმცა ჩვენთან ეხლა მე ერთმა რესპონდენტმა მითხრა და მეც ამაზე შეგვიძლია ესე წარმოვიდგინოთ რომ ეს პროტესტი ეხა 28 ნოემბერს კი გააქტიურდა ირაკლი კობახიძის განცხადების მერე მაგრამ
ამას ბევრი აღიქვამს როგორც უფრო დიდი საპროტესტო მოძრაობის ნაწილს. ეს ხო არ არისო, ეხა ანუ თქვათ მე ამას აღიქვამ 2003 წლიდან მოყოლებული პროტესტის ისა. ანუ ეს ძველია კი. ძველია და იმიტომ ნაციონალური მოძრაობაც თავიდან ამ პროტესტის ტალღაზე მოვიდა, რომ ჩვენ ცვლილებები გვინდოდა და იქ რაღაც ნაწილში გაამართლეს, რაღაც ნაწილში კი არა და ძალიან ნაწილში ვერ გაამართლეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პროტესტები მუდმივად მაგრამ უფრო ახლოს კიდე აი ძალიან ბევრი ამბობს, რომ თქოს 2019 წლიდან დაიწყო ეს უფრო ეს დემოკრატიის უკუსლა. იცით რატო ვერ გამოდგება ანალოგია? გეტყვით ახლა ბელარუსი რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იმის შემდეგ ბელარუსი ის გარღვევა არ გაუკეთებია, რაც საქართველოს გააკეთა. ხო, და ბელარუსი თუ არ პროგრესირებს, არც რეგრესირებს, რაღაც სტაგნაციის მდგომარეობაში შენარჩუნდა, ასე ვთქვათ, დაკონსერვდა მარტივად რომ ვთქვათ. და ჩვენ გარღვევა გქონდა. აი კანდიდატის სტატუსი, და ამისი უკან წაღება ძალიან ტკივნეული, ამიტომ აი ეს არის განმასხვავებელი ჩემი აზრით, რითაც ბელარუსს ვერ მსგავსებს. ეს ერთი, მაგრამ აი თვითონ პროტესტსაც რო შევხედოთ, რადგან ამ პროტესტს ესე ცალკე ვერ განვიხილავთ, აი როგორც მინიმუმ პირველი რუსული კანონიდან იწყება ჩვენი პროტესტი. ანუ ეს აქტიური ფაზა, ხო. ან მეორედანაც თუ გნებავთ მარტო მეორედან რო დაიწყოთ, ანუ იქ როგორ იყო ესე რომ დაიწყეს პროტესტი, ჩაკვდა და მორჩა. და აქ ხა მაგალითად თუნდაც ეს დაიწყო პროტესტი, მე რა ჩაცხრა, მე ისევ ავიდა და უფრო ძლიერად და უფრო ძლიერდება. ანუ როგორც მინიმუმ სამჯერ გაცოცხლდა ძალიან ძლიერად და ამიტომ თქვათ უფრო ის შეგვიძლია იმედი გქონდეს, რომ ეს არ იმას იზამს, ეს რომ ჩავიდეს ეს ტალღა, მე არ მოკვდება. არა, არ მოკვდება. ამ პროცესებს ვეღარაფერი ვეღარ გააჩერებს, იმიტომ რომ ადამიანებს უკვე სხვა სამყაროში ვართ, სხვა ვითარებაში ვართ. არ არის ის რკინის ფარდა არ გვაქვს ჩამოფარებული და ახლა მართლა ჩtildeოთ კორეად ვერ მოგვაქცევენ. ძალიანაც რომ მოინდომონ, ხო? ლელა, ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი, რა ვიცი, უსასრულობამდე შეიძლება. მოდი ცოტა დასასრულისკენ წავიდეთ და ხო არ არის რაიმე ისეთი ხო არ დაგჭა სათქმელი რაც გინდოდა გეთქვა და მე არ მეკითხავს. რა ვიცი, ახლა რაღაცა ძალიან სხვადასხვა თემებზე რო ვილაპარაკეთ იმაზე. არ არის ეს სხვადასხვა თემა, იცით რა არის? მე ვთვლი, რომ განმანათლებლობის ნაწილია თუნდაც ის ნაწილი, რაც თქვენი საუბრეთ კვლევებზე, ხო? ეს ძალიან ინფორმაციული ამბავი იყო და მე მგონია, რომ ჩვენ მაყურებელსაც მაყურებლისთვისაც იქნებოდა საინტერესო. მაშინ ბოლოს ამას ვიტყვი, რომ დავაკავშირო ორივე თემა და აი კვლევებზე რო ლაპარაკობდით უნივერსიტეტში კვლევების ნაკლებობაზე და აქეთ პროტესტზე აი ძალიან საჭირო არის, აი ძალიან მკაფიოდ ჩანს სხვადასხვა აი სოციალურ მეცნიერებებში ისეთი კვლევების ჩატარების აუცილებლობა, როგორიც არის მაგალითად აი თქვათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება როგორ ხდება. და საერთოდ ადამიანები რაღაც არ ვიცი პროპაგანდის გავლენის ქვეშ როგორ ექცევიან. ამაზე არის ხოლმე რაღაცა სხვადასხვა ორგანიზაციები აკეთებენ, მაგრამ ზუსტად საუნივერსიტეტო და სამეცნიერო მიდგომა ჭირდება ჩემი აზრით ამას. აი ზუსტად არა ის რომ მაგალითად რომელიღაცა არაფერს კი არ ვერჩი რას ისულელია NGO-ებს და პირიქით ძალიან რა ვიცი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაგრამ აი სამეცნიერო და საუნივერსიტეტო კვლევა იქნება ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცოტა ისე მეცნიერო თეორიზებაც რომ მოხდეს. მარტო ის არა რომ ვკითხოთ ვიღაცას რაღაცა ცოტა თეორიულადაც რომ შევხედოთ. ჩვენი პოდკასტის ბოლო ნაწილი ყოველთვის ეხება ყავას. იმიტომ რომ ეს არის ლალისთან ყავაზე, ამან ძალიან დიდი ბათუმური კონოტაცია შეძინა ჩვენს პოდკასტს და მინდა ორი სიტყვა თქვა, აი ძალიან გამიხარდა, ძალიან ჩემიანად ვიგიჩნია, როცა ყავა შემოგთავაზე და თქვენ პირდაპირ ბათუმურ ყავაზე გააკეთეთ არჩევანი. ხო, აი რა არის ყავა თქვენთვის? ყავა ძალიან მიყვარს, გიჟდები, არ მიყვარს ხსნადი ყავა, ხსნად ყავას არ ვსვამ არასდროს. მიყვარს, აი ბათუმური ყავა ძალიან მიყვარს, უშაქროდ ვსვამ ყოველთვის. დილით, აი როგორც ხვალს გავახელ, უცებ ვსვამ ყავას. და მაგრამ სხვა ყავებიც მიყვარს, აი ამერიკანოც მიყვარს, კაპუჩინოც დილაობით, ესპრესოც. და აი რა ვიცი, დღეში ვსვამ დაახლოებით ესე 4-5 ფინჯან ყავა, საკმაოდ ბევრს.
და აი ყავის გარეშე ვერ ფუნქციონირებ. დილით ჩემი საყვარელი ის არის თვალს გავახელ თუ არა, ყავას ვსვამ და რაღაცა New York Times აქვს თამაშები, რაღაცა სიტყვების თამაშები რა, რაღაც სიტყვები უნდა იპოვო. დღეში ერთი გამოდის და აი ამას ვაკეთებ ჩემ შვილთან ერთად. ეს არის ჩემი დღის საყვარელი. იგი ყავა და შემეცნება პირდაპირ კავშირში პირდაპირ. კი, ჩვენც ასე ვართ, იმიტომ რომ ყავის გარეშე არც აგაკვეთილო პროცესი მიდის ჩვენთან და ბუნებრივია რომ არც ეს პოდკასტი. ძალიან დიდი მადლობა. მგონია რომ საინტერესო იქნება, გამოხმაურებებიც სავარაუდოდ გვექნება. ამ ნოტაზე დავიმშვიდობები ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩემი სტუმარი იყო მკვლევარი ილიაუნის მოწვეული ლექტორი ლელა ჩახაია. ნახვამდის შევხვდებით მომავალ სამშაბათს.